დილა მშვიდობის მარიკო. ვერა გადავებდე. მოდი. ყბას ნუშვები დედიკო ეგრეთ რომ მასე მე მიეჩვევი და დაგჭება აი გაღიმებული ყბა. ისე ნოვაკეთებდი და. ჩიმიკო. ქანაო კიდევ ერთხელ. კარგია მაგ დედა. მინდა კომპანია. კომპანია არ გამოგიგზავნა რა არ გამოგიგზავნა დე? შენ რა გინდოდა დე? მარუკები. მარუკები, შვილის ლაქი გინდოდა და არ გამოგიგზავნა დედა კომპანიამ. რატო დე ხო არ იცი? მე რა ვიცი, არც მეყიდე. არც გიყიდე, გიყიდი დე. მალე მოვადე. დილა მშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? ხო ხართ კარგად. წავიდეთ სახლში. ავიღოთ ჩანთა, ჩავალაგოთ ნივთები, რაც ყოველდღიურად ამოგვს რა თქმა უნდა. წავიდეთ სამსახურში. ჩემს ქმარმა. რაღაც გამაყუჩებელი მომიტანა. და ძალიან ეფექტურია კბილისათვის. 4 საათში ერთხელ ილევა. ხო და ნომერიც ვიშოვე. იმ სტომატოლოგის ვისაც მივიდე. გული ამოვარდა. ხო და უნდა დავურეკო. როდის ეცლება და უნდა მივიდე, იმიტომ რომ შემდეგ ასეთ შეტევას ვეღარ გავუძლებ. ასევე ჩხილებზე დამპატიჟე ერთ-ერთმა სალონმა. ხო და ნახოთ. არ ვიცი ჯერ. შევატყვირას მოვიცალო და მარიამით წავიყვანო და გავიდე. უფრო შაბათს რა. ამის იმედი მაქვს რომ მოახერხე. ნახოთ. მოუკარა კარგად არის რა. დატალხული. უმამრავი საქმე მაქვს. სამსახურში 23-ში უკვე ზეიმები იწყება. ზეიმები. მე რა მჭირს დღეს, რას ვიბლუყები ერთ ხო არ იცით. ასე რომ საქმეა იმდენი გლეჯვა. აი გლეჯვა. არაფერჩაც მას არ ვაპირებ. ამ ზეთის გარდა ხალხო ისე მცხელა აი რა ვიცი, დინარ გამდის სახლიდან. არაფერჩაც აღარ მინდა ნამდვილად. იჯაკსაც კი აღარ მოვიცემ, იმიტომ რომ მე მაინც გახდილი მაქვს აზრი. ეხა ხელი ტარებას მეჩვენე სულ არ ვატარო რა. ჩემს ვიმე მაუხსენით რომ ამდენი კვერცხის ჭამისგან აი კაკანებს. ამოხტი დედიკო. მარიკო უნდა მეცას კვერცხი თავის რაღაცებს. გამარჯობა. აბა როგორ ახართ? კიდევ ერთხელ. წამოჯექი სიყვარულო, მიდი დედას გო. შენ გამაწყლიტე და. დაგჭყლიტე? ხო. წვიმა დაიწყო დე? კი. ბილწვი თან მომაბეზრა. რა, დე, რატო იჯღანები? ცოტა პური მიაყოლე დე და აღარ დაიჯღან. კაი, ეხლა მე თქვენდა გაჩვენოთ პური, რომელიც აღმოვაჩინე ერთ-ერთ საცხობში, სადაც ვიყავი რა, მაგათ მოხმარობდი და ვარ უფრო სწორად. მაგრამ ანუ არ მეგონა თუ ანუ ამდენად რა, როგორია დე? გემრიელია დედიკო. იცი რისია? რისია დე? ქოქოსის და არ მომწონს. მირთი ჩემ მობრუნდი მარიკო ხო თუ გიყვარვარ მობრუნდი დე პური მიაყოლე და აღარ იქნება ეგრე ქოქოსი დე ნუ იჯღანები ხო უფალოს ეწყინება დე შენ ხო გაქვს საკვები ყველაფერი გაგდე არ შეიძლება ეგრე კარგი ხო და არის ვაგზის მეტრო და რო ამოხვალ ქარვასის მხარეს რო ამოხვალ მოკლედ
გამოხვალ თუ არა მეტროდან ხელ, ანუ ამოდიოდაზე ხელმარცხნივ არის საცხობისი პაწეწვნა გზა არის, ანუ გზაც არის თვება რა ძიენ ხელე რაღაცა. გადახვალთ იქ და ხელმარცხნივ მდებარეობს რაღაცა საცხობი, სადაც ლობიანი ცხაჭაპური საკმაოდ ბევრად დაბალ ფასში და მინდა გითხრათ გასინჯული მაქვს და ნამდვილადაც ჩამოუვარდება, აი ძალიან ვითომ ძვირიანი რაღაცეები, რომ სხვაგან იყიდება. მოკლედ, აი ესეთი ფურცლებია, რომლებიც მომცეს სხვადასხვა პურის და მითხრეს, რომ იქ ნახე თუ კალორიებია, ხო და ამ პურს აქვს 153 კალორია. არ ვიცი რამდენად დაინახავთ, მაგრამ ნუ მენდეთ 153 კალორია წერია 100 გრამ პურზე. და იყო მეორე პურიც, რომელსაც 200 კალორია ჰქონდა. ერთიც და კარგი, მე სხვა რამეს გაგიკეთებ მაშინდე. შევკპირდები, გაწყობს? კარგი დედი. მარიამ, პირი გაასწორე, არ დავინახო დაჯღანვა. გამომართვი პური, ასეთი რამე არ შეიძლება, დედიკო. არ შეიძლება, ბაღში მშვენივრად მიირთმევ ამას. კარგი, აღარ გაჭო, სხვა რამეს გაგიკეთებ. ჩემ ბრალე ბევრის მომიგახ. მეორესაც ცოტა აქვს 200 და ვაიმე მე ვთქვა 200. ხო და 153 კალორია აქვს და მე მივისმევ პურს, რომელსაც აქვს 166 და მოგეხსენებათ 23 ნაკლები და 24 ნაკლებიც აქვს, თუნდაც 22 ნაკლებიც ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ ქვის ცისქულზე გაუხარისხებლად დაფქული ქართული ბლა 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 რა დიეტური და დიაბეტური წიწიბურის პური. ეს გახლავთ წიწიბურის პური, რომელსაც აქვს 153 კალორია. მეც მიყვარ ხარდე. 153 კალორია. გამოიყურება აი ასე. საკმაოდ დიდია, როგორც ხედავთ. და ღირს 2 ლარი. და მინდა აღვნიშნო, რომ აქ პურები საკმაოდ დაბალი ფასი ღირს, ვიდრე სხვა მარკეტებში. და იმედი მაქვს, რომ არ გააფუჭებენ და არ აურევენ. წონა გახლავს 450 პლუს მინუს 3 რაღაცა ეგრე რა. ხო და მოკლედ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, თუ შეიძლება ჩაყლაპედე ამ ამით, ასე რომ ვისაც გნებავთ, მე მგონი ღირს, ვინც კალორიულ დეფიციტზე ხართ, მე მგონი ღირს, რომ მსგავსი ადგილები იცოდეთ, სადაც შეგიძლიათ რომ დაბალკალორიული მიირთვათ. აი ასე ჩემო მეგობრებო, ახლა სხვა რამ უნდა გავუკეთო, წავედი დროებით. მოკლედ, პარასკევს მივდივარ ფრჩხილებზე, ერთ ძალიან კარგ გოგონასთან, რომელიც არაშენდას ტერიტორიაზე მდებარეობს. ხო და ვესტუმრები და გამიკეთებს ფრჩხილებს. დიზაინი არ ვიცი. მე როგორც ყოველთვის არ ვიცი, რომელი უნდა გავიკეთო, რამდენიმე ვერსია მაქვს, ზოგი მისი დიზაინის ჩამიგდო, ზოგი ჩემი და რამდენიმე მაქვს, მოკლედ. შესაძლოა არც ერთი არ გავიკეთო. არც ეგ არ არის გამორიცხული და საერთოდ სხვა გავიკეთო, ამიტომ ჯერ ესე დიდად არ ვიცი. ღრუბელია კატასტროფა. ნუ აი ჩამოიქცევა ცა. რა ვიცი, მაგისი ეჭვი მაგ. სხვა რა შვებით გოგოებო. ხო ხართ კარგად. მარიამს უკვე წინავს. აი რა გითხრათ ხახო, იმდენად ცოტა რაღაც მიირთვა. აი ეს რა იყო პაწეწუნა კვერცხი. ჩემი ბრალი იყო, ძალიან ბევრი ხაჭო გაუკეთე და ხაჭოს გემოზე წაიყვანა და ხაჭო მეძმზულს და ხამას რა დავაწალო. ხო და ძალიან რომ დომინანტი გემოქონა უკვე ხაჭოსი, მე აღარ უნდა დაქალბატო. წამოწება თუ არა. აი 5 წუთი თავის საყვარელ რაღაცას უყურებს ტელეფონში და 5 წუთის არ უნდა. არც უნდა ხალხო. აი ხო ვათხოვებ წამოწება იმ რაღაცას თვითონ რო უყარს ჩართავს და სანამ მივიხედები ძინავს. ანუ ვერცლებს. ვერანაირად ვერცლებს. არ ვიცი. რატო არ ვეძებ მარიამის დაბადების დღეს ამბებს და არ ვაგვარებ. ძალიან ისე ვარ, ამზე იმებზე ვარ ეხლა ძალიან ორიენტირებული. ერთი 23-ში ჩაიაროს ზეიმა და მე მოვიფიქრებ. ხო, 26-ში ვისვენებ და ვაიმე ისე მიხარია.
23-ში ზეიმე 24-25 შაბათი კვირა და 26 ორშაბათი და ვაიმე ისე მიხარია რომ გიждები ძალიან მიხარია რომ 26-ში ვისვენოთ მოკლედ თან მოგშესაღები და რა ვიცი ვერ დავაყენე საშვები რას ველოდები არ უნდა შემეღება გუში მაგრამ აი მე როგორ გამიჭირდა დღეს მუშაობა მე როგორ გამიჭირდა კაცშვილი ვიყავი თუთა არანაირად არ მინდოდა რაღაცა ძალიან მომბეზდა რაღაცნაირად ხელში ამოვიდა ყველაფერი აი რაღაცა აი როგორი რაღაც მინდა იცით ვაკეთო ხელსაქმე რაღაც მინდა ვაკეთო რაც ხელსაქმესთან არის დაკავშირებული მაგრამ განარ შემიძლია უბრალოდ მაგ რაღაცის აყვავება და ცოტა რეალიზება რომ მოახდინო უნდა საკმაოდ დიდი დრო ამიტომ მაგ კუთხით რაღაცებთან გაჩერებული ვარ და რაღაცების გამო მოიჩემი ქმარი მენიკავს ერწოდით დღეს ერთ ქალბატონთან ერთად ვიმგზავრე რომელიც არის სპორტი ხო და რაღაცებზე საუბრობდით არჩევნებზე რა რაღაცებზე რა მოკლედ და თან თავის ლექსებს მიკითხავ და რაღაცებზე და საინტერესო ხელწერა აქვს სხვათა შორის ანუ ესეთი რეალისტური ძალიან და ესე ვიზუალურად ვიცი ეს ქალბატონი ხარ ბევრი შემხოდრია მარშრუტკაში ხა ძალიან ჩემი მეზობელი და ახლობელი არ არის მაგრამ ესე ვიზუალურად ვიცი რომ ცოტა იქით ცხოვრობს რა ხო და რაღაცებს ყვებოდით ამ თავრობაზე და რაღაცებზე რა ხალხი 100 ლარად გაიყიდაო 100 ლარად აი ესე რამდენი ვიციო ზოგს 200 რაღაც დაურიგესო 240 თუ რაღაცა თქვა არ მახსოვს 250 რომ მიეცათო ხმა 100 ლარზე გაყიდული ქვეყანაო ამათო ხმა როგორ ამოიღებათო ეხლა აი ესეთები ვიღაცა ბურძღიალამ გაიარა გათიშუმთვრალი იყო ვიღა ლოთი იყო რა მეოთხე ხა ამას 5 ლარი რომ იცი ესეც კი მისცემს ხმას ვისაც გინდა არყის პუცლი რო დაანაყვა ამათ სულ ერთია მეოთხე მე რაც გაყიდულ ქვეყანაზე წამეკითხა კიდე ლექსი ამ ძალიან საინტერესო ქალბატონია ზოგადად ანუ ისეთი რა ძალიან კონტაქტური და რაღაცეს 100 ლარზე და მე დავფიქრდი რომ შენ ადამიანი რომელიც მარტო იმაზე ფიქრობ ჯერ ფულს რო იღებ წარმოვიდგინე რა სულ გაყიდული უნდა იყო რომ ფულს იღებ იმ შენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოვა ვინ დარჩება ვინ წავა აი ეს უარ გაინტერესებს თავარია შენ აიღო ის 100 ლარი და რამდენია ეგეთი ვინც აიღო თუნდაც არ ემხრობოდა ამ თავრობას მაგრამ აიღო ფული რა ეხა 100 ლარია რა 200 ლარია რა ეხა მაგის ჯიპის ფულია თუ რაღაც წარმოიდგინეთ როგორი სამარცხვინო ფაქტია თვითონ ეგ რომ ფულზე იყიდები ჩემთვის წარმოუდგენელი რა ვიღაც ამბობდა მე ვიღაც კაცი 100 ლარი მომწეს და რაში მენახულება ანუ ხვდებით და ის საქართველოს და უკრაინის დრო შექონდა აქ და მაგრამ საკმაოდ საინტერესო ქალბატონი იყო და სხვათა შორის დუდუნა ერქვა რაღაცა გვარი მითხრა Facebook-ზე შეგიძლია ვნახო ანუ იქ მიწერიაო ჩემი ლექსები და გვარი აღარ მახსოვს დუდუნა ნუ დამამახსოვრდა და გვარი სამწუხაროდ აღარ მახსოვს ისეთი ყოხტა ქალბატონი ამდენი ნიჭიერი ადამიანი ყავს ისე საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი წერს აი ძალიან ბევრი და მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგადაც
ეხლა მაგალითად დედა ხო წერდა დედას ბიძა გარდაცვლილია შალვა კეღოშვილი არ ვიცი ვინმეს თუ გეცნობათ აი უფრო ჩვენი კუთხის ხალხს იქით შალვა კეღოშვილი ყველა ვიცის ჩემი კუთხის ხალხმა ბავშვი გააჩერო იმანაც იცის სასწაული ხელწერის ადამიანი და ბორჯომის იქით ესე იგი საუკეთესო თამადად აღიარებული ნუ სასწაულად ნიჭიერი ადამიანი ჩემი ხო წერდა ბებო წერს ძალიან კარგად სხვათა შორის ლექსებს დედა ჩემის დედა ასევე წერს ჩემი მამიდაშვილიც ბუდიში მაგისთვის ბიძაშვილი ბიძაშვილი მამიდაშვილები ვართ მოკლედ მოჩებს ვინც ამზადებს ეკას რო ახსენებ ხოლმე ეკას მოჩების სასწაულ მოჩებს ამზადებს და სასწაულ დუბაის შოკოლადზე ხო ვაფრენ აი იმ დუბაის შოკოლადთან ვერ მოვა მოჩი ჯერ ზოგადად მოჩი ვერ მოვა და დუბაის აკეთებს რაღაც სასწაულად ეგ ხო წერს კიდე ვინ წერს ხო პრინციპში არა ჩემთან ეს დედის მხარდან უკვე აღარავინ ნუ გავკანიერდები და გეტყვით რომ მეც წერდი დიდი ხანია უკვე აღარაფერი დამიწერია რა თქმა უნდა არ ვარ პოეტი არ ვარ მწერალი უბრალოდ იყო პერიოდები როცა ვაკეთებდი ჩანახატებს იყო პერიოდები როცა შიგნიდან მომდიოდა და წერდი ლექსებს და სხვათა შორის არაერთ ჟურნალში დაბეჭდილა ჩემი ლექსიც ასე რომ იყო ეგ პერიოდები და სხვათა შორის დედა ამბობს რომ ძალიან მწყდება გული რომ კალამი დადეოდა ანუ ვერ ვიგებო რატო დადეოდა აი რაღაცა ხო არის რომ დაიწყე და ახარ აი თითქოს ამოწურე აი კი არ ამოწურე აი მუზა აი არ ვიცი რა აი რაღაცა სადღაც გაქრა რამდენჯერ დამჯდა რა და რაღაცა წამოივლის აი ამ თავში რაღაცებს დავალაგებ და მე უცებ აი არ ვიცი რაღაცნაირად აღარ მინდა თუ არ ვიცი მოკლედ რა მაგრამ ყოველ შემთხვევაში არაერთი ლექსი მაქვს შექმნილი და არის რომელიღაც ლექსები რომელიც დედას ძალიან მოსწონს და მეუბნება რომ აი ძალიან კარგია და ძალიან წყდება გული რომ შევწყვიტე ლექსების წერა იქნებ უდესმე ჩემი რაღაცების წაგაკითხოთ ცოტა მერიდება ხა დედა ჩემი შემოქმედების მერე ჩემი რაღაცები გაგიზიაროთ ხო რაღაცა ცოტა მერიდება მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო რა მოგეთ პერიოდები ჩემს ცხოვრებაში როცა წერდი რა თქმა უნდა პოეტი თავს არ მივიჩნევ და არც მწერალი მაგრამ ნუ წერდი მიყვარდა ეს ყველაფერი და ალბათ დედა ჩემისგან მაქვს ეს გენეტიკურად რაღაცა დედა ჩემს მისი დედისგან და ყველაზე ერთად რაღაცა ბიძისგან და მოკლედ ძალიან ესე რაღაცნაირად თაობიდან თაობებზე გადადის ასე რომ ვთქვათ ჩვენი ეს ყველაფერი და ძალიან მიხარია ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო და სულ ფიქრობ ხოლმე რომ რა მოხდებოდა გამეგრძელებინა აი რატო ხაცნაირად დავდე მაგრამ მე უფრო გადავედი ხელნაკეთ რაღაცებზე და რა ცოტა იმ სამყაროში გადავქანდი ესე რომ ვთქვათ რა ნავე აღარ მომინდომე დავჭდები დავიწყებ ამ ხელნაკეთ რაღაცებს მე რაღაცა რა ვეგავიგე რაღაცა დაკარგული ვითვარ ანუ თითქოს ვიცი რა მინდა მაგრამ აი რაღაცა 100%-იან იმაზე ვერ მივდივარ რა აი ხო ხვდებით რომ აი 100%-ით რო ეს გინდა ეგრე ჯერ ვერ ვარ რა აუ ხო მართლა ჩემი ცეკვის ვიდეო ისედაც მიდევს და სტორიშიც მეტო დოდონას ბლოგზე ანუ ისედაც მიდევს და ის სტორიშიც მეტო ხა და მომდის მესიჯი რომ ეგრე ხო ბებია ჩემიც ცეკვავდა ანუ შეურაცხყოფელ კონტექსტში დამიწე ხო და რა ვიცი უნდა უხაროდ ეს ადამიანს მისი ბებო თუ ასე ცეკვავდა მე არ ვარ მოცეკვავე მე მიყვარს ცეკვა კი მიცეკვია ვიყავი სხულების სტუდიის მოცეკვავეც და სხვა ანსამბლშიც ვიყავი ძალიან ცოტა ხანს და იმიტომ არც ვასახელებ ხოლმე მაგასავს იმდენ ძალიან ცოტა ხანს ვიყავი
მაგრამ ზოგადად მთელი ცხოვრება შემიძლია ვთქვა, რომ ვცეკვავდა, მე უნივერსიტეტში კიდე 4 წელი ვიცეკვე და ხასნაირად რომ აქტიურად დაგიწერე ხოლმე, შვილო, დარწმუნებული ვარ იმ ადამიანს, ვისაც ჩემი ცეკვა არ მოეწონა, რომელიც ძალიან უცაბედად ჩაწერილია, რამდენიმე წამში ჩავწერე და დიდად არც მიწვალია და არც 900-ზე არც ჩამიწერია. დარწმუნებული ვარ, ისეთი ადამიანები აკრიტიკებენ ამ ჩემ ცეკვას და ვის რესტორანში დასვა, ზის ბუჩქივით და რო დასრულდება ყოველდღიურად დგება და მოდის და ფეხზეც ვერ ააყენებ როა ცეკო. ვალსზეც კი არ ადგება როა ცეკო, ეს რო იქანაოს. მე მაგალითად ვალსის ცეკვა დიდად არ მიყვარს. იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს პროფესიონალური ვალსი და საერთოდ ძალიან კარგად ვცეკვავდი როკ-ენ-როლსაც, რა ვიცი, ყველაფერს უნივერსიტეტში, თეატრალში ყველაფერს ვსწავლობდით რა და ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. ხო და იმის მერე იმდენად ვიყავი მიჯაჭვული იმ პროფესიონალურ ვალსზე, რომ ჩემთვის უკვე დავდეგი და ვქანაობს ესე. აღარ მომწონს. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ ვალსი თუ ძალიან არ მთხოვა ვიღაცამ არ ვიცეკო, იმიტომ რომ ვერ ვიღებ სიამოვნებას. მე ის ვალსი მენატრება, ის ვალსი მიყვარს და აი ეს რაღაცა დავდეგი ვიქანავ, ეს ვალსი არ არის, რა თქმა უნდა. რა ვიცი, ეს არის ქანაობა, რა ვიცი, ზილინა, რა ვიცი რა ქვია, მაგრამ ვალსი ხო არ ქვია მაგას არა. ამიტომ დიდად არ ვცეკვავ ხოლმე რაღაცნაირად, მაინც და მაინც თუ რაღაცა ისეთი არ ხდება ვალსი არ არის ჩემის და ჩემი ქმარი ხო საერთოდ რა უნდა მოხდეს, რომ ჩემი ქმარი აცეკვოვანი უკასრავად აი არ არსებობს ხალხო ჩემ ქმარმა იცეკოს, აი ეგ როგორი რაღაცა იცი, რომ ჩემი ქმარი ცეკვავს, აი ხვიმ რომ მითხრას, რომ იცი რა მე შენ ქმართან იმდენჯერ მიცეკვია და რაღაცა აი ფაქტიც კი რომ ანახოს კადრი მაგასაც კი დავიჭერებ და ვეთქვი რომ გაყალბებულია. იმდენად ვერ დავიჭერებ, იმიტომ რომ აი რა უნდა მოხდეს, აი არ არსებობს რომ ჩემ ქმარმა ესე თუნდაც ვალსი, რომელიც მარტოა ესე შეგიძლია აკეთო, მაგაზეც კი თანახმა არ არის, იმდენად არ უყვარს ცეკვა. არ უყვარს რა მოკალითო. შემიძლია კიდე ააყენებ ვალსზე რაღაცნაირად, მაგრამ ჩემ ქმარს ვერ დაითხრა, ვერ შეაბავ. რაც არ უნდა უთხრა, ვერ დაკერავ ესე რომ ვთქვა, შანსი არ და სულ მინდოდა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვფიქრობდი, რომ მე აუცილებლად მეყოლებოდა ქმარი, ვისაც ეწოდინებოდა ცეკვა. ვალსი მაინც, მაგრამ წყალი არ გაუვიდოდა, რომ მე ისეთ პირს გავყვებოდი ცოლად, ვისაც შეეძლოს სიმღერა. იმიტომ რომ ჩემს ოჯახში ზოგადად სიმღერა არის ძალიან ისე ოჯახის წევრია რა, იმიტომ რომ ხა ჩემს ფანტასტიკურად მღერის, ჩემ ოჯახში ყოველთვის აი ენა რაოდენობის სტუმრები იყვნენ, მთელი ჩემი რა ვიცი, მე რაც კი მახსოვს და რომ მოდიოდნენ ჩემი ძმის მეგობრები, ისინი ხო მღეროდნენ და მღეროდნენ. ყველა ერთად ვინც კი მოდიოდა ჩვენთან სახლში მღეროდა. და უკრავდნენ და იქ ზოგი გიტარას, ზოგი ფორტეპიანოს და მოკლედ. ჩემი ძმა თვითონ ფორტეპიანოს უკრავს და გიტარაც ისწავლა სხვათა შორის. ძალიან კარგად. ხო და ამ გარემოში გაზრდილ, ჩამოყალიბებულ, რა ვიცი, მე ვერ წარმომედგინა, რომ მე ისეთ პირს გავყვებოდი ცოლად, რომელიც ვერ იმღერებდა, აი ამას ვერც დაუშვებდი ჩემ თავში, რომ შეიძლებოდა ეგეთ მამაკაც გავყოლოდი ცოლად, რომელიც ხელოვნებასთან, ახლოს არის კი არა, ჩავლილიც არ არის. დამწუხაროდ ჩემ ქმარს არც სიმღერა შეუძლია და არც ცეკვა და ისე მიკურს ხოლმე სხვათა შორის მახსენებენ, რომ აი ისე იყავიო მთელი ცხოვრება, რომ აი რას ქვი ხარ, ჩემ ქმარს არ ემღერა, არ ეცეკვა, აი რომელიღაც უნდა შეძლებოდაო, რომ ვერ წარმოიდგენდნენ ადამიანები, რომ მე მართლა გავყვებოდი ადამიანს ცოლად, რომელმაც არც ერთი იცის და არც მეორე და აი საერთოდ სმენის ნატამალი რო არ აქვს. მე თვითონაც კი მიყურს როგორ რანაირად. იმიტომ რომ
ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია კაცი რომ ხერის ან ცეკოს ვერც წარმოგიდგენიათ ხალხო და ამიტომ მეც კი მიყურს ეს როგორ ენერგია მიყვარდა რომ არც ხერის არც ცეკოს დიდო შოკირებული ვარ. ხო და აი ეგ არის ეს რაღაცა სიყვარული ვერ გაიგებ ვინ რანაირად და როგორა. მასაც შესაძლოა სულ არ ქონდა გეგმაში და დარწმუნებული ვარ ეკნებოდა და აი გეგმაში კიდე ვერასდროს ვერ იფიქრებდა რომ მსახიობი შეუყვარდებოდა, იმიტომ რომ ჩემი ქმარი ხელოვნებასთან არ არის ახლო, არც თეატრი არ უყვარს, ვერ იტანს, ანუ არ უყვარს. ხო და რანაირად შეუყვარდი, ხო საინტერესოა. ჩვენ იმდენად სხვადასხვა ვარ ამ კუთხით, რომ მე ისეთი მინდოდა ვიცი რომ დაანცეკოდა და მას საერთოდ მსახიობის გეხოცებით არც ინდომებოდა და დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არ უყვარს ეს სფერო და არ მიაჩნია ხა დიდად. ნუ ხوارი ადამიანი კაცო არ უყვარს რა ვიცი. ხო და ამ დროს შეგიყვარდათ ადამიანებს ერთმანეთს და ხარც კუცოლქმა. ხوارი სასწაულია. მაგრამ ის სულ როცა ჩემი მიზნის მეგობრები და ჩემი ძმა დაჭდება შემოსხებდნენ ხოლმე, აი სულ მაჟრიალებდა ტანში და სულ წარმოვიდგენდი რომ მათ გვერდით იჯდა ჩემი ქმარი, რომელიც მღეროდა. ის სულ ესე მქონდა თავში რაღაცნაირად და უცებ აღმოჩნდა რა სიმღერა, რა ცეკვა. არც ერთი. მეთქი კაი შება აი არც იმღერვა რამეზე არ გინდა, არ იცი, მე ვთხარი დაკვრა გიტარა აი რამეს. საწუხაროდ არც ეგ არ გამოვიდა, ასე ვთქვა და ნუ არ არის ხელოვანი ადამიანი. ყველა ვერ ვიქნებით ამ გრუპაში, ასე რომ ვთქვა. მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდებოდა, რომ შეეძლოს ხა ჩემს მეუღლეს სიმღერა, ალბათ ვიფრენდი ბედნიერებისგან, მაგრამ ნუ არ შეუძლია. მეც მინდა ძალიან ბევრი რამე შემეძლოს, მაგრამ არ შემიძლია, ასე რომ სიამოვნებით გამომიცვლი და ჩემი მეუღლე პროფესიას დარწმუნებული ვარ. აი ულაპარაკოთ, გამომიცვლი და ჩემი მეუღლე რომ შეეძლოს აი ესეთ ის რომ იყოს უპრობლემოდ, იმიტომ რომ არ არის ჩემი ქმარი იმ კატეგორიის ადამიანი, რომელსაც მოსწონს სცენა, რომელსაც უყვარს ეს შენი რაღაცა თეატრის როლები და ასე შემდეგ. ხა შენ რომ ახტაცებით რაღაცას უყვები პერსონაჟზე, რომელიც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გგონია, რომ აი ძალიან მაგარ რაღაცას ყვები, მისთვის ანიშნავს არაფერს. გარდა იმისა, რომ ხო შენ უყვები რაღაცა ისტორიას, რაღაცა აღფრთოვანებით, მაგალითად ძალიან ბევრი ნომინაციები მაქვს, ძალიან ბევრ ნომინაციებში ვარ გამარჯვებული, აი უამრავი დიპლომი მაქვს მართლა და რაღაცებს რომ ვუყვებოდი ხოლმე, რა თქმა უნდა მოსწონდა ეს ყველაფერი, მაგრამ ის რაც მინდოდა რომ მიმეღო, ვერ არ შეუძლია ხა ადამიანს ესე გამოხატო შენი პერსონაჟის რაღაც აღტაცება, არ შეუძლია. ხო არის უცნაური, რომ ამ დროს თითქოს ამაში არ ხართ ერთად, იმაში არ ხართ, იმას არაკეთებს, ამას არაკეთებს და გაქვს ადამიანისადმი სიყვარული, ლტოლვა, ნება, რა ვიცი, ყველაფერი რა. რაც ბოლო წერტილამდე მე გვირგვინდება, ანუ ქორწინებამდე რა. ეგრეა. ეგ არის სიყვარული რა, ადამიანებს ისეთ ადამიანებს შეახვედრებს ერთმანეთს და რაცა ქიმიას გააჩენს, საერთოდ რო არანაირი თითქოს გადაკვეთა არ გოშვეობნებოდი, აღიარებობა მე შენ ცხოვრებაში დიდი გამართლება ვარ თქო და მაგაზე ვიცინოდით მე. მე მახსოვს ჩემი ქმარი რო გავიცანი, ეგ დღე აი არავე ალბათ არასდროს ხარ და გავიწყოს მაგ დღეს, ხო? მეტროს არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა. ბევრი ახალი გამომწერი ყავს და მაინც მოგიყვებით ბარემ. სანამ ცენტრალურ ტრასაზე გადავალთ მეტროში, მე მეტროსთან უბრალოდ ტროტუართან არის გაჩერება. ხო და თვად გაჩერებასთან ამარა ჩასახვევში რა, მოკლედ ჩემმა დეიდაშვილმა დაინახა კოპა. მე და ჩემი დეიდაშვილი მივდივით მოკლედ კაფეში. ზუბრი იყო კაფე, ძალიან მიყვარდა სამწუხაროდ დაკეტეს. და კარგი ის მყავდა მოხმარებელი, მაგრამ აი კოვიდმა ძალიან ჩააგდო და მე დაკეტეს მოკლედ. ხო და ჩემ დეიდაშვილმა რომ დაინახა, აი შორიდან მოკრა თვალე, ცოტა შორიდან და რა ხდება? თქო, ამას ვაკო რა უნდაო და
ვის თუ მე გამწარებული მივიდივარ ხინკლის საჭმელად, სულ არ მაინტერესებს ხო ვინ დგას, რატო დგას, ვინ არის, რა არის. ხო და ეს ყობა არ არისო. ეს ყობა ვიღავ. ხო მივედი გადაიხვნივნე როგორ ახართ კითხულობ ერთმანეთს და მე შორი ახლოს დგავარ. მივესალმე და შორი ახლოს დგავარ. ჯერჯერობით ხო ძალიან მხიარული გოგო ვარ. ესე გავხედეთ. ნათი არ მოდიხარ ხო? ეს სერიოზული სახით ვეუბნები, იმიტომ რომ მაგარი მშვიერი ვიყავი და მე რომ შეანო აი ჩემ მტერს საზიზღარი არსება ვარ. ხო და ხა ჯერ ისე და ღვთისაჩუქარი არ მგონია ბევრისთვის ვიყო, მაგრამ ანუ ხა მშიერზე ხო საერთოდ. ხო და აი მე ყობა არ გინდა წამოხვიდეო ჩვენთან ერთად თუ გცალიაო და კიო ამანაც სახე ამელეც ის ვიღავ რა მოიგუნა რა ყობა მაშინ ვინ არის მეთქი ხო და შევედით მოკლედ კაფეში დავსხედით ხო და საათი ეკეთა ხელზე და მე ძალიან მყოსით ბრტყელი საათები და მე რა კარგი საათია თქო მომეწონა აი ახალი შესრულები ვარ რა როცა თვალი გამექცა მე ხო საათები ძალიან მიყვარს და ხო და მოკლედ მოიხსნა და მაჩუქა ეს საათი არ მინდა არა არ შეწუხდე რაღაცა ნუ მოკლედ გამოვარჩი დიდი მადლობა ხო და მაგრამ გამოვიბესკვნეთ ჯამეთ რა თქმა უნდა ვაჟბატონმა გადაიხადა ხო და წამოვედით ახლა გვეუბნება რომ როდის მოიცნით რომ გავისეირნოთ ხო და ჩემ დეიდაში მარჯი რა უთხრა ხვალო თუ რაღაც არ მახსოვს რა მოგ წამოვედით დავიშალეთ საღამოს ისე მოხდა რომ შევხმიანდით შეგვეხმიანა მოკლედ და წავედით სასეირნოდ ხო და აი მართლა ღმერთს გეფიცებით და ჩემს მარიკოს გეფიცებით რაღაცებზე ვხუმრობდით და მე უთხარი ესეთი სიტყვები მე შენი ცოლი გავხდები აი ამა და ამ წლებში თქო ესე ვეუბნები აი დაუშვათ გეუბნებით 2003 არ მახსოვს რა უთხარი აი დაუშვათ გეუბნებით ამიტომ წელს მე შენი ცოლი ვიქნები თქო ესე ვუთხარი თუ ვინა 2025 არ აქვს მნიშვნელობა წელს ზოგადად გეუბნებით ну მოგეთ მაგრად ვიცინეთ რაღაცა ჩაიარა მაგამ მამა და მისი დამოკიდებულებით მივხვდი რომ რაღაცა გულგრილად არ იყო თითქოს რა აი რაღაცა დავიჭირე ესე რომ ვთქვა ხო და მე ჩემ დეიდაშვილს კი უთხარი რომ მეთქი რაღაცა კარგი თითები აქვს თქო რა ვიცი ის ვერავარ მეთქი შემთხვევით კი ვეუბნებოდი მაგრამ ნია ჩუულებრივი ხელები აქვს და თითები მაგრამ რაღაც იმ მომენტში მომეწონა არ ვიცი მოკლედ ჩემ დეიდაშვილს ვეუბნებოდი ну მოკლედ ეს ნახვები უკვე ძალიან მოხშირდა მე ну რა თქმა უნდა ჩემ დეიდაშვილი წავიდა კაცო თავის სახლში და დავჩიმე თბილისში და მე გავცვალეთ კონტაქტები ხო და უკვე ძალიან ისეთ ფაზაში გადავიდა რა მოხშირდა შევატყე რომ მოხშირდა და უკვე ძალიან ეს მიზიდულობა მქონდა მაგრამ მის მიმართ და იმასაც მოკლედ თუმცა ჩვენ 5 წელი ვიყავით ლამის შეყვარებულები მაგრამ იმდენად წყალმა ჩაიარ ჩამოიარა და წაგვიღო და წამოგიღო რა ვიცი ვინ მოთვლის მაგრამ ანუ გაცნობის იმას გეოვნებით რა რა ვიცი დავსეირნობდით აქეთ იქით ხანსად შევიდოდით ხანსად შევიდა ხან ყავაზე ხან მილიონჯერ დავშოდით მილიონჯერ შევრიგდით მე ხან საზღვარგარეთ წავედით ხან ჩამოვედით რა ვიცი მოკლედ ბევრი დრო გავიდა ბევრი ის და ну მე უკეთ მე რო დავქორწინდით მახსენებდა ხოლმე რომ აი მაინც უკაცო ოღონდ ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი ვუთხარი მაგრამ მახსენებს ხოლმე რომ ერთი წელით შეცდიო რა რაღაც ეგრეო დაახლოებით მაგრამ რანაირად იმას ქენა ნუ ახალ გაცნობის ხუმრობით ვუთხარი რაღაცაზე ხუმრობდით ქორწინებაზე თუ რაღაცას და ეს მე ვიცინეთ მაგრამ აი ქულმა გიგრძნოვო თუ რა იყო და ეხლა რაღაცებზე ხუმრობთ ხო ვეტყვი მე შეხო გითხარი რომ შენი ცოლი გავხდე ხო ეს საინტერესოა ხო აი ადამიანი რაღაცნაირად ხო და რა თქმა უნდა მაშინვე იყო
თუ სხვადასხვა ინტერესები, იმიტომ რომ ის სხვა სფეროში იყო, მე სხვა სფეროში კაცო, მე თეატრზე ვაფრენდი, იმას თეატრი არ უყვარდა და ეს. მაგრამ რა თქმა უნდა, პატივისცემა ჩვენი პროფესიების ბუნებრივია, რომ უნდა იყოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გარდაუვალი. ამის გარშე ვერ იქნება. ახლა მე შევა რაღაცა არ მომწონს მისი და მას ჩემი პროფესიაში თუნდაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ იმ მომენტში, რომელ პროფესიაში ხარ. რაღაცების უფლებებს ჩვენ თავებს არ ვაძლევთ რა. ძალიან კაი. ერთხელ მეუბნება ის არის, რომ შინ დაბადების დღეს უნდა მოგიყვანოთ ცოლად. არ შედგა მე კაცო ეგ მაშინ მოიცა ზოგადად ვიყავი, მაგრამ ისა მეუთხარი შენ ვერ დაამთხვი, მე უფრო კარგად ამომთხვი, მეუთხარი მაგორწინებას. ძალიან უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ზოგადად გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ არც ერთი არ ვართ მარტივი ხასიათის ადამიანები და მაინც რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, იყო რაღაცა ფაქტორები, რაც ცოტა გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება რაღაცა საკითხებში. თავიდან ზოგადად სანამ ეს მოხდებოდა რა. მაგრამ დავლაგდით. ახლა უფრო მეტად იცი როგორ დავსტაბილურდით რა, ახლა უფრო მეტად გავიცანით ერთმანეთი, რაღაცები ერთმანეთის უფრო მეტად გავიგეთ, ანუ ხო ხვდებით რა, ახლა უფრო სხვა იმაზე ვართ რა, ტალღაზე ვართ ხა ვიდრე მაშინ კიდე უფრო ემოციურ ტალღაზე ხარ, უფრო კიდე რაღაც სიჯუტის ტალღაზე ხარ და მე რაღაცები რაღაცა ხვინდება. ასე რომ ვთქვათ, ხა არც პატარები აღარ ვართ, რომ რაღაცა სისულელებზე გავეკიდოთ ერთმანეთს და გამოვეკიდოთ, მაგრამ არც ახლა არ მაქვს ხოლმე ის წამომივლის რაღაცები, ოფოფები. მაგრამ ეს ხო ჩვეულებრივი ამბავია, ეგ დაუწერელი კანონია, რასაც ვერ დაწერ. ეგ ეგრე ხდება და ეგ არის ძალიან ბუნებრივი. ძალიან კარგი. ძალიან კარგად მახსენდება ძალიან ბევრი დღე გაგვიულია ძალიან კარგად და ძალიან ისე ახლა რომ ძალიან კარგად მახსენდება. ხო და მოკლედ ეს ჩემი დეიდაშვილი საიდან იცნობდა მაგის თქმა ეკინა თქვენ მაქვს მე ადრე, მაგრამ ახალი გამომწერებიც მყავხარ და ბევრი ახალი მყავხარ. ჩემი მეუღლე მსახურობდა თურმე ჯარში ახალციხეში. ჩემი დეიდაშვილი არის ახალციხელი და ჩემი დეიდაშვილის კორპუსის პირდაპირ იყო ეს ჯარის ამბები მოკლედ და ბაზა და მთელი ამბები და მე საღამოსხო გამოდიოდნენ ჯარის კაცების და აი ყველა თითქმის ქალაქში მაცხოვრებლები ერთმანეთს იცნობდნენ, ეს ჯარის ბიჭები, სხვა ადამიანებს იცნობდნენ, რაღაცა გარეთ მდგომ ბიჭებს, გოგონებს იქ უნივერსიტეტში გადადიოდნენ, ანუ მოკლედ ძალიან ისე იყო და ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა, ძალიან მეგობრობდნენ, ერთად ქეიფობდნენ, ერთად მღეროდნენ, ერთად დაძახაჩიჩები გვარდა სიმღერა, მაგრამ ზოგადად გეუბნებით. რაც ერთად აბირჟავებდნენ, ადრე ხარ აიყო გასართობი მაქსიმუმ გარეთ კორპუსის წინ დამჯდარიყვნენ. всё ეგ იყო ახლა სხვაგან და რაღაცა ერთი კაფე იყო ახალციხეში და ეჰა დამთავრდა, ანუ რით უნდა გაერთო ხო, ადრინდელ პერიოდს გეუბნებით მე. ხო და მოკლედ იმდენი წელია ჩემ დეიდაშვილი იცნობს ჩემ ხარს ხალხო რა, მე მგონი თმის ღერი არ მაქვს მაგდენი, ანუ ძალიან წლების ურთიერთობა და აი ძალიან ახლო მეგობრები რო იყვნენ და რა ხო ხვდებით რა. ხო და მოკლედ ესე აღმოვაჩინეთ. და გადავეკვეთეთ ესე რომ ვთქვათ ერთმანეთს და მეუბნები ხოლმე შენთვის ღვთის საჩუქარი. ხო, მადლობთ უფალო. თქვენ დიდი მადლობა ნამდვილად. ესე კარგია მოგონებები. და მე მდიძვდი მოგონება მაგის გახსენებაც არ მინდა ხანდახან ისე ტალღაზე ვიყავით ხოლმე ორივე, მაგრამ რამდენი ბედნიერი დღე გქონია ხო და წუთი და წამი და ის ემოციები, თუნდაც იმის რომ გაიაზრებ, რომ გიყვარს გენატრება სუმესიჯი 24/7, აი თითები მქონდა დაღლილი. წკაპ მთელი დღე. თუ ხამეთ წკაპ. ხო და რაღაცეთ ხანდახან მომენატრება ხოლმე ის, აი მუდმივ ლაივ რეჟიმში ვიღავ.
ამ მესიჯებში და ახლა ვიღაცა ლეკხოწე მესიჯები რომ მოვწერს რომ მივწერო მირეკავს რაღაცას ვაკეთებ არ ძალიან და ახლა აღარ გვაქვს მაგ და იძრო და მაშინ დროც რო არ გქონდა მაინც გქონდა დრო ანუ ხო ხვდებით რა ახლა მაშინ ამდენი ის არ იყო მაინც სხვა რამებით ვიყავით დაკავებულები და ეს ახლა კიდე სხვადასხვა სიტუაცია ყველაფერი ეხლა სამცალია მაგისთვის ვიმესიჯო ხალხო წუთი არ მოქვს ხოლმე დრო არათუ ხა წკავ ვიმესიჯო ხო და ესეთი ამბები საიდან საწავედი და წამოვედი ფიქრება წამიღო და წამომიღო კარგია მოგონებო